ჩემი ვიდეო ბლოგი ეხება ერთის მხრივ ბიზინა ივანიშვილს, მეორეს მხრივ ალეკო ცინცაძეს, მესამე მხრივ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაარსებულსა და დაფინანსებულს ბიზინა ივანიშვილის მიერ, მეოთხე მხრივ ამ უნივერსიტეტში რა სწავლებაც მიმდინარეობდა და ამ უნივერსიტეტში არსებულ ცენტრს ერთს ძალიან საინტერესოს. ამაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა იმ სერიოზული პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ და რომ არა ის, რომ მე ცოტა ხნის წინ შემომხვდა, ვებგვერდს გეტყვით, რა ქვია, OC Media Org-ის სტატია, რომლის სათაურიც არის How a German, მოკლედ, როგორ გახსნა გერმანიის მხარდაჭერით მოქმედმა უნივერსიტეტმა, ანუ ბიზინა ივანიშვილის უნივერსიტეტმა, საქართველოში და ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიტყვას ნაცისტური გავლენით შთაგონებული კვლევითი ცენტრი. წავიკითხე მე სტატია და მომინდა ჩემი ვიდეო ბლოგის გაკეთება, ჩემი აზრების შემოთავაზებაც, რასაც ალბათ გავაკეთებ კიდეც, ანუ ჩემს აზრებსაც დავუხთავ, მაგრამ უფრო მომინდა რომ თავიდან ბოლომდე ჩაგიკითხოთ ეს სტატია. და ეს არ არის სახუმარო ამბავი. ეს არის ანტირელიგიური, მათ შორის მორწმუნეებსაც მივმართავ, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიადამიანური, ანტისაკაცობრიო ამბავი, რასაც სჭადის თურმე ეს არაპატივცემული ალეკო ცინცაძე პროფესიით ფიზიკოსი და რასაც სჭადის ბიზინა ივანიშვილი ალეკო ცინცაძის გამოყენებით თუ ხელით. სამწუხაროდ ჩვენთან აქ-იქ შემხვდა, რომ ამ ალეკო ცინცაძის რაღაც ქარდები რომ გაზიარდება ხოლმე, რომ გამოქვეყნდება ხოლმე, აზიარებენ და გონიათ, რომ ალეკო ცინცაძე ქრისტიანობასთან კავშირში არის, ქრისტიანობას ქადაგებს. სხვაგვარად შესაძლოა, მაგრამ მაინც რეალურად სწორედაც რომ რელიგიის ზოგადად ღმერთის კონკრეტულად და უფრო კონკრეტულად ქრისტეს წინააღმდეგ ფსევდოსწავლება არის, რასაც ალეკო ცინცაძე გვთავაზობს ჩვენ და რასაც აფინანსებდა და აფინანსებს ბიზინა ივანიშვილი. კეთილი, ახლა მე რომ არ მოგახსენოთ ჩემი მოსაზრებები ამ OC Media Org-ზე გამოქვეყნებულ სტატიას გაგაცნობთ პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ-იქ ხანდახან მაინც შევჩერდები ხოლმე, მომიწევს შეჩერება. ვკითხულობ ქართული თარგმანი ამ სტატიისა, ესე იგი სათაური კიდევ ერთხელ, როგორ გახსნა გერმანიის მხარდაჭერით მოქმედმა უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური გავლენით შთაგონებული კვლევითი ცენტრი. ვკითხულობ. როდესაც ქუთაისის ინტერნეშნალ საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2026 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო კურსების შეთავაზება სახელწოდებით ასტრომეცნიერებები და ასტროარქეოლოგიის მიმართულებით, დისციპლინები, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა მთელ მსოფლიოში მიიჩნევა ფსევდომეცნიერულად, ამას მოჰყვა საზოგადოების რეაქცია, მყისიერად მოჰყვა საზოგადოების რეაქცია. შესაბამისად პროგრამების სწრაფად ამოიღეს საქართველოს ეროვნული სასწავლო პროგრამიდან, მართლაც ამოღებულია პროგრამები, თუმცა სკანდალმა რამდენიმე კითხვა მაინც უპასუხოდ დატოვა. ეს არის პირველი აბზაცი. მე გეტყვით, რომ რასაკვირველი ასტროარქეოლოგია, ასტროლინგვისტიკა, ასტრომეცნიერებები ზოგადად არის ფსევდომეცნიერებები, რომლებსაც არავინ არ აღიარებს. მსოფლიოში არც ერთი პატივმოყვარე, ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრი აკადემიური სივრცე არ აღიარებს. ტყუილი ამბავია ეს, რომ სადმე მსგავსი რამ ისწავლება. ჩვენთანაც აღარ ისწავლება, იმიტომ რომ საზოგადოების რეაქციის შემდეგ პროგრამები ამოიღეს საქართველოს ეროვნული სასწავლო პროგრამიდან, თუმცა ცენტრი დაფუძნებული ალეკო ცინცაძის მიერ ქუთაისში რჩება, დაფუძნებული ალეკო ცინცაძის მიერ და დაფინანსებული ბიზინა ივანიშვილის მიერ. ცენტრი აგზვაგზელებ. ცენტრი, რომელიც ამ პროგრამების უკან იდგა, უნივერსიტეტის იბერიული კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი იყო და ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას სწორედ აქ, ანუ ქუთაისის უნივერსიტეტში. ამიტომ არის იყო გაგიჟებული და არის გაგიჟებული ბიზინა ივანიშვილი. ამიტომაც ლაპარაკობდა ის ჯერ ნიჩეს კრიტიკაზე, მერე მენცარზე თუ მანამდე მენცარზე. მერე როგორც ჩანს ამ ალეკო ცინცაძესთანაც ჰქონდა
რაღაც ურთიერთობები. ამიტომაც ლაპარაკობდა რაღაც საიდუმლოებებზე, რაღაც ქვაბულებში, რაღაცა რიცხვებზე, რაღაცა ისეთ თეორიებს ანვითარებდა წლების განმავლობაში, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილს უტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ბიძინა მართლაც განსწავლული კაცი იყო, რეალურად სუსტად ისე როგორც ასტროლინგვისტიკა არის ფსევდომეცნიერება, ფსევდოდ განსწავლული კაცია ბიძინა ივანიშვილი, ანუ განსწავლულია ბრჭყალებში. ეს ცენტრი აკითხარით აგრძელებს მუშაობას და აგრძელებ იგი რამდენიმე თვით ადრე დაარსა იბერიული გემატრიის და თუგრებავთ განმარტოთ, მოგვიანებით განმარტოთ რა არის ეს გემატრია, სპეციალისტმა, ნუმეროლოგია და ასე შემდეგ ალეკო ცინცაძე, ფიზიკოსია ეს კაცი. თავად ცენტრის ინფორმაციით იგი, ანუ ცენტრი კიუს შემადგენლობაში, ანუ სადმე მიღმა კი არ არსებობს. ეს ცენტრი კიუს შემადგენლობაში მუშაობს, შიგნით არის და საქართველოს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის ქართულს ან პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდება, არამედ ვციტირებ, ფინანსდება, როგორც ჩანს ახლაც, საქართველოს მთავრობის მიერ, ანუ ჩვენ გადასახადის გადამხდელები ასტროლინგვისტიკაში, ასე რომ ვამბობთ ხოლმე გადასახადის გადამხდელები, ფსევდომეცნიერებაში, ასტროარქეოლოგიაში, ასტროლინგვისტიკაში და ასე შემდეგ ვიხდით ჩვენს ფულს. ვიხდიდით და ვიხდით. იმიტომ რომ ვინმე ალეკო ცინცაძე არის პირდაპირ მნიშვნელობით გიჟური თეორიის, იმ გიჟური თეორიის ავტორი, რომელიც დაიჯერა ბიძინა ივანიშვილმა და არა მარტო დაიჯერა, არამედ ახლა უნდა რომ მან დაგვაჯეროს მთელი ქართული საზოგადოება ბრჭყალების გარეშე მოწამლოს ან საზოგადოების დიდი ნაწილი მოწამლოს ამ თეორიით. ოღონდ კვლავ ვიმეორებ, ეს არის ყველაფერთან ერთად ანტირელიგიური და ანტიქრისტიანულიც კი. განვაგრძოთ. ესე იგი ერთ-ერთ პლატფორმაზე განათლების თემაზე მომუშავე ბლოგი ასეთი განათლებას მიხედვით, გემატრია არის, კარგია რომ განმარტავენ, ნუმეროლოგია ორი სისტემა, გემატრია არის ნუმეროლოგიური სისტემა, რომელიც ასოებსა და სიტყვებს შორის რიცხვით მნიშვნელობას ანიჭებს. სიტყვებს რიცხვით მნიშვნელობას ანიჭებს. ბოდიში, ასოებსა და სიტყვებს რიცხვით მნიშვნელობას ანიჭებს. სიტყვა მშვიდობა, ესოდენ გავრცელებული. ანიჭებს ამ სიტყვებს რიცხვით მნიშვნელობას. პირველი არის ასობგერა მ და შესაბამისად ამბობს, რომ ამას ეს მნიშვნელობა აქვს და მე რაღაც თეორიას ანვითარებს. რათა წმინდა ტექსტებში დაფარული და სად არის წმინდა ტექსტებზეა საუბარი, რა საკვირველია ლაპარაკია ბიბლიაზე, რა საკვირველია ლაპარაკია ასე მაგალითად თორაზე და სხვა წმინდა ტექსტებზე, წმინდა წიგნებზე. ეზოთერული ცოდნა დაფარული და ეზოთერული ცოდნა აღმოაჩინოს. ანუ ბიზნესაც გონია და შესაბამისად ალეკო ცინცაძის გონია, ან პირიქით ალეკო ცინცაძესაც გონია, რომ სიტყვები ბიბლიაში ნებისმიერი გვერდი იერემია წინასწარმეტყველზე გადავშალეთ, დანიელ წინასწარმეტყველზე, ოდნავ აქეთ გადმოვშალოთ მართლა, ხო, ან თუგლებად გადავშალოთ უკვე მაგალითად იოანეს სახელზე პოპულარული რაც არის, ხო? მაგალითად. გადავშალოთ, წავიკითხოთ. უთხრა მას იესომ, განბანილს არაფერი სჭირდება ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულთლად სუფთაა და თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა. აი ეს რაც წერია იოანეს სახარებაში მე-12 თავში, ეს გემატრიის მიხედვით და ალეკო ცინცაძის მიხედვით ამაში კიდევ რაღაცა არის დაბალული. პირობითად ავიღე, ხო ხდებით? მოციქულთა საქმეში ეს წერია. დანიელ წინასწარმეტყველთან ეს წერია. პირველი მაკაბელთან მიმართ ეს წერია. სახარება მათეში ეს წერია, სახარება მარკოზის ეს წერია და ასე შემდეგ, აი მაგალითად იოანესი ისევ, ხო? რატომ გახაზული არ ვიცი და თუ ეს იცით ნეტარ ხართ თუ კი ასრულებთ ამას მაგალითად მე-13 თავის მე-17 ჩანაშალი მე-17 მუხლი. გვაგზელებს კითხვას. ცენტრის გახსნა 2025 წლის სექტემბერში ფართოდ გააშუქეს
პროსამთავრობაბა ვინ გააშუქებდა მედიებმა ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელმა რექტორმა პაატა ტურავამ განაცხადა, რომ ცენტრი მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული მეცნიერებებში ინტერდისციპლინარული მიდგომების დანერგისათვის. გამოსვლის ბოლოს მან თქვა, ჩვენ მხოლოდ უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი დიდი მეცნიერის პროფესორ ალიკო ცინცაძის თანამედროვეები ვართ. ბიზნა ივანიშვილი ნამდვილ მეცნიერებს დევნის აკადემიური სივრციდან, ნამდვილ ლექტორებს, ნამდვილ პედაგოგებს, ნამდვილ მასწავლებლებს, ნამდვილ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირველ ყოვლისა თავისუფლებას და მეორე უკვე კონკრეტულ დისციპლინებს ასწავლიდნენ და ალბათ იმედი მაქვს გააგრძელებენ, მათი ნაწილი მაინც. და ალეკო ცინცაძე კი შემოხავს აკადემიურ, ეს ფსევდომეცნიერება კი შემოხავს აკადემიურ სივრცეში. ცინცაძე მერე უკვე ინტერვიუების მისცა, ცინცაძის განუცხადებია, რომ მისი კვლევა ნაწილობრივ ეყრდნობა და აი აქ ერწუს შეისვენეთ. მესამე რაიხის პერიოდის გერმანულ აკადემიურ ნაშრომებს, ანუ ცინცაძე, რომელსაც აფინანსებს ბიზნა ივანიშვილი, ამბობს ღიად, რომ ეყრდნობა მესამე რაიხის პერიოდის გერმანულ აკადემიურ ნაშრომებს. ერთ-ერთ პოდკასტში ცინცაძეს უთქვამს, მან თქვა, რომ იყენებს იმ ორგანიზაციის მასალებს, რომლებიც SS-ის ლიდერის ჰიმლერის დაქვემდებარებაში მოქმედებდა და ნაცისტური რასობრივი იდეოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გერმანია, ფაშისტურ გერმანია, ნაცისტურ გერმანიაში. მისი სიტყვებით, ციტატა: ახლა მე ამ ნერბეს ნაშრომებს ძალიან მოხერხებულად ვიყენებ. მოდი ვიკითხოთ მაინც ვინ არის ახნე ნერბე, მოდის ვიხდი. ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც 35 წელს დაარსდა, მისი დამფუძნებელი მთავარი მფარველი იყო SS-ის ლიდერი ჰიმლერი. რა იყო მისი მიზანი? ოფიციალური ორგანიზაციას ერქვა გერმანული წინაპრების მემკვიდრეობის კვლევითი საზოგადოება. მისი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ გერმანელები და არიული რასა ისტორიულად უმაღლესი გერმანელები, არიული რასა ისტორიულად უმაღლესი ცივილიზაციის მატარებლები იყვნენ. რას აკეთებდა ახნე ნერბე? ოფიციალური ორგანიზაცია ატარებდა სხვადასხვა ექსპედიციებს და კვლევებს, მაგალითად არქეოლოგიური ექსპედიციები ევროპაში, სკანდინავიასა და აზიაში, ეძებდნენ არიული ცივილიზაციის კვალს, სწავლობდნენ მითოლოგიას, რუნებს, ძველ სიმბოლოებს, ზოგჯერ მუშაობდნენ ოკულტიზმთან და ზოგჯერ, მაგრამ მაინც მისტიკასთან და ეზოთერიკასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ არის ეს ძალიან პრობლემული? ბევრი კვლევა იყო, ფსევდომეცნიერება, რასისტული პროპაგანდა, იდეოლოგიურად მოტივირებული ისტორიის გაყალბება და ასე შემდეგ. ანუ ამას ეყრდნობა ალეკო ცინცაძე და ამას აღიარებს კიდეც. განვაგრძოთ მე არ მინდა ამერიოს. მოკლედ, მე ახნე ნერბეს ნაშრომებს ძალიან მოხერხებულად ვიყენებ. თუ რაიმე მნიშვნელოვანი უნდა შევასწოროთ, ვეზებ გერმანული მეცნიერებების ნაშრომების ნაშრომებში, რადგან ამ კვლევაში გერმანელები ქართველებს ნამდვილად აღემატებიან. მათ ეს ჰიტლერის პერიოდში დავალებით შეისწავლეს და შემდეგ ინერციით გაგრძელდა. ამ ყველაფერს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ამას ამბობს და სულ გავიმეორებ, კაცი რომელსაც აფინანსებს ბიზნა ივანიშვილი. როგორ აფინანსებს? ბიუჯეტიდან, ქართულად, უშუალოდ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს სამღვდლო პირებს, სამღვდლო კრებულს, ჩემს მიერ არაერთხელ გაკრიტიკებულს მივმართავ, რომ იცოდეთ, ეს არის ანტიადამიანური და ანტირელიგიური და ანტიქრისტიანურიც, პარემ ვიტყვი. ანუ ქრისტესაც ეწინააღმდეგება ალეკო ცინცაძე და შესაბამისად ბიზნა ივანიშვილი, ან თუნდაც პირიქით თქვა ბიზნა ივანიშვილი და შესაბამისად ალეკო ცინცაძე. ალეკო ცინცაძეს უღიარებია, რომ მისი კვლევის ნაწილი მას ნახევრად ძილის მდგომარეობაში გაუკეთებია. ნახევრად ძილის მდგომარეობაში დაუწერია, კი არა მოფიქრებია, მოიცა ასე ვთარგმნოთ. ამასთან ის საკუთარ თავს ადარებს საქართველოს მე-11 საუკუნის მეფეს, ანუ ალეკო ცინცაძე, საკუთარ თავს ადარებს ამ გამოცემის თანახმად და ასეც იქნება. დავით მეოთხე აღმაშენებელს ყოფილი ხელმძღვანელი ერასმუს ნეიშნალ ოფის ჯორჯია ერასმუსის საქართველოს ნაციონალური ოფისისა ლიკ აღლონტი
ამ მედიასთან სამბობს, რომ ამ პროგრამებთან დობის პრობლემა შექმნა, რომელსაც შეიძლება ძალიან ნეგატიური შედეგები ჰქონდეს როგორც საერთაშორისო ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიური სივრცის, ასევე ადგილობრივის და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, ასევე ადგილობრივი სტუდენტების მოზიდვისათვის. აქ იმაზე აღარ არის ლაპარაკი, რომ ეს კვლევითი ცენტრი პროგრამებს ასწავლის თუ არა, თუნდაც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში აღარ ასწავლის, მაგრამ რჩება და რეპუტაცია არა მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტს ელახება, არამედ ზოგადად საქართველოს აკადემიურ სივრცეს და საქართველოს როგორც ქვეყანას ამ სიგიჟეში რომ ვართ აღმოჩენილები. ქალბატონი ღლონტის თქმით, მისივე თქმით, უნივერსიტეტმა სტუდენტების მხოლოდ ნახევარი რაოდენობის მიღება შეძლო, იგულისხმება ქუთაისი. ბოლო მოვლენების გამო ადგილობრივი აბიტურიენტები მოტივაციას კარგავენ ისწავლონ ქუთაისის უნივერსიტეტში. ახლა გერმანული კავშირები. ქუთაისის უნივერსიტეტი დაარსდა 2020 წელს ჯორჯიან დრიმის დამფუძნების ბიზნა ივანიშვილისა და მისი ქართულ ჯგუფის მიერ. რამდენიმე წლის მოსამზადებელ პროცესში სულ წინ 2017 წლიდან მონაწილეობდნენ სპეციალისტები Technical University of Munich-დან, ანუ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე გრძელდება ხსენებულ მიუნხენის უნივერსიტეტთან. მიუნხენის უნივერსიტეტის წარმომადგენლები კიუს მმართველ, ანუ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის მმართველ სტრუქტურებში მნიშვნელოვან პოზიციებს დღემდე იკავებენ, მაგრამ სხვა ევროპულმა უნივერსიტეტებმა, მათ შორის გერმანულებმა, გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლეს განათლებაში გატარებულ ცვლილებებზე, ანუ იმ დეფორმაზე, რეალურად კი მკვლელობაზე, რაც ბიზნა ივანიშვილის და ალეკო ცინცაძის და ზაზა შათირიშვილის და სხვათა ერთობლივი პროექტი იქნება, რასაკვირველია ნაკარდახები FSB-ს მიერ. აქვე ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის უკან რასაკვირველია FSB დგას. ალეკო ცინცაძე ხდება, მაგრამ ალეკო ცინცაძის მეშვიდე მოადგილე შეიძლება ამას ვერ ხდება. მაგრამ მაინც FSB დგას, ანუ მოსკოვი დგას ამ ყველაფრის უკან. მათ შორის იმიტომაც, რომ დაუმტკიცოს მსოფლიო თანამეგობრობას ირიბად, რომ ქართველები გაგიჟდნენ. 2019 წელს საქართველოში სპეციალური კანონი მიიღეს, რომელმაც კიუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ამის შემდეგ უნივერსიტეტი არ გადის ინსტიტუციურ ავტორიზაციას, მის სასწავლო პროგრამები არ ექვემდებარება ჩვეულებრივ აკრედიტაციას. ლიკა ღლონტი ამბობს, ამ განსაკუთრებული სტატუსის მიზეზი ის არის, რომ უნივერსიტეტი ივანიშვილის პირადი პროექტის ნაწილია. ოღონდ ერთის მხრივ პირადი პროექტის ნაწილია, მაგრამ ცდილობს, რომ ამ გააძლიეროს ეს უნივერსიტეტი. და მისი სწავლებები, ახლა არა და ხვალ არა და ზეგ, ალეკო ცინცაძის სწავლებები, მათ შორის ეს გიჟური, ასტროლინგვისტიკა, ასტროარქეოლოგია და სხვა სწავლებები, რომლებიც მათ შორის ნაცისტური გერმანიის პროპაგანდაზეა დაფუძნებული, გადმოავრცელოს მთელ ქართულ საზოგადოებაზე და სასწავლო აკადემიურ სივრცეებზე. ხოლო შორის მეცნიერებათა აკადემია არ გაუწევს ამაში წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ისიც კვემდებარეა ბიზნა ივანიშვილისა, მასზეა დამოკიდებული. მის ლიკა ღლონტი ამბობს, რომ ამ განსაკუთრებული სტატუსის მიზეზი ის არის, რომ უნივერსიტეტი ივანიშვილის პირადი პროექტის ნაწილია. ბოდიში ეს ჩავიკითხე. ივანიშვილი თავისუფლად გრძნობს, რომ საკუთარ უნივერსიტეტში უნდა რომ აკეთოს ის, რაც უნდა. აღმასრულებელ ორგანოებთან ან საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშეც კი, ანუ ამ მიუნხენის, ხსენებული მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეულ სპეციალისტებს ის იყენებს უბრალოდ ანტურაჟისთვის, ფარისთვის, იერის შესაქმნელად, რეალურად კი შიგნით სჭადის იმას, რაზეც ნაწილობრივ უკვე ვილაპარაკეთ. ამ ვითარების გამო ახალი კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა საერთაშორისო პარტნიორებს საერთოდაც არ მიაწოდოს. როდესაც OC Media კომენტარის ხოვა Technical University of Munich-ს, მათ განაცხადეს, რომ ახალ ცენტრზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. მიუნხენის უნივერსიტეტი ასევე კომენტარი არ გაუკეთებია ცინცაძის განცხადებაზე, რომ ის ნაცისტური პერიოდის თეორიებს იყენებს, თურმე, ოღონდ იქ არის იმ უნივერსიტეტშია, რომელშიც ასევე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებიც არიან ბორდში, აკადემიურ საბჭოში, სამეცნიერო საბჭოში და
ბიზნე ივანიშვილი მათ იყენებს აკიკითხარით ფარად, ლიღვის ფოთლებად. რომ დამალოს სარცხვენისი ალეკო ცინცაძე. ესე იგი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი არაკეთებს განცხადებას იმის და ალეკო ცინცაძის განცხადებაზე, რომ ის ნაცისტური პერიოდის თეორიებს იყენებს, რაც გერმანიაში ძალიან სენსიტიური თემაა, რადგან იქ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონებია ნაცისტური ბუნებრივია. ნაციონალურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით 40-იანი წლების დასაწყისიდან 45 აპრილამდე ან სექტემბრამდე მიმდინარე პროცესების გამო დღემდე უზარმაზარი კომპლექსები აქვს გერმანულ საზოგადოებას, გერმანულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ასევე აღმოჩნდა, რომ პროგრამის დანერგვის შესახებ არაფერი იცოდა კიუს საერთაშორისო საკონსტიტუციო საბჭომ. ამ საბჭოს თავმჯდომარეა ტუმის ყოფილი პრეზიდენტი ვოლფგან ჰერმანის თქმით, ის არც იბერიული ცენტრის შექმნა და არც ასტრომეცნიერების, ასტროლინგვისტიკის პროგრამები საბჭოზე გარხილული არ ყოფილა. მისი კომენტარი ასეთია: სიმართლე გითხრათ, მე ჯერ უნდა გავიგო, რა არის საერთოდ ასტროლინგვისტიკა. ცხოვრებაში პირველად მესმის, ჩვენ მალე უფრო ახლოდან შევისწავლეთ ამ საკითხს. ანუ ეს მატვისაცემი კაცი საერთოდ გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოაჩინა არა მარტო ცინცაძემ, არამედ ბიძინა ივანიშვილიც. მიუხედავად ამისა, რომ ასტრომეცნიერება, ასტროლინგვისტიკა, ასტროარქეოლოგია, ასტროცინცაძიზმი და ასტრობიძინიზმი პროგრამები 26 თებერვალს ამოიღეს ეროვნული სასწავლო პროგრამიდან ვაღიაროთ, დიდი წინააღმდეგობა რო შეხვდა იმის გამო, იბერიული კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი აგრძელებს ფუნქციონირებას. კიდევ ერთხელ ვთქვათ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჟურნალისტების კითხვებს პასუხი ჯერჯერობით არ გასცა, ერკვევიან ამ ამბავში. ეხლა ამ ყველაფერზე ცხადია გვეცინება ჩვენ. ასაკვირველია გვეცინება, ბოდიში. მაგრამ სასაცილო ეს არ არის შემოკარგებო, რომ ვიცოდეთ მაინც. ერთ-ერთი კომენტატორი ხო, ბოდიშს ვიხდი, აქვე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას გერმანიის ელჩს ასე ხშირად უტევენ და ასე ჭყალებში დაუნდობლად უტევენ, არის ის, რომ ამ კაცმა გერმანიის შესაბამის პირებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრაქტიკულად ნაცისტური იდეოლოგიაზე დაფუძნებული, ნაცისტური იდეოლოგია რასაც იყენებდა, იმაზე დაფუძნებულ უნივერსიტეტს მუშაობენ გერმანელები, რაც დაუშვებელია მისი წარმოდგენით და ეს ინფორმაცია მან მიაწოდა გერმანიის განათლების და გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებებს. ბუნებრივია, რომ პაპუაშვილისთვის თუ სუსისთვის, რუსული KGB FSB-სათვის ეს ინფორმაცია ბატონი ფიშერის ამგვარი აქტიურობის თაობაზე ცნობილია. ამიტომაც არის დაწყებული ამ ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში დამატებით ეს არის არგუმენტი იმისა, რატომაც დაწყებულია დიდი კამპანია გერმანიის ელჩის და ზოგადად გერმანიის წინააღმდეგ. ბოდიში, ხო, ეს უკვე ეს გამექცა სამწუხაროდ არა უნდა მოვძებნო ერთი ინფორმაციას მქონდა ამ ვინ არის ბოდიში აქ ამის ავტორი. ეხლავე ბოდიში. იქნება მოუნახო ერთი პირი. ხო, ერთ-ერთი პირი არის, ვინც დიდი კამპანია დაიწყო ამ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ, ვინმე რევას კარანაძე. ეს ბიჭი, მე ამ ბიჭის ფოტო თუ ვიდეო შემხვედრია, მაგრამ ეხლა უკვე ვერ მისი ცხადი არ არის ის ჩემი ფრენდი და ეს არის რაღაც მემარცხენე ქართული ოცნების მომხრე ჯგუფიდან, რომელიც ყველაფერს აპრავებს ქართული ოცნებისა. ამ კარანაძეს მისი ვოლი არ არის ღია და აქედან გამომდინარე ვერ ვნახულობს სრულად იმ ტექსტს, მაგრამ ერთ-ერთი რაც უთქვამს არის შემდეგი. ბოდიში, უთქვამს ამ რევას კარანაძეს, როგორც ჩანს ამ რევას კარანაძეს, მოდი მაინც ასე ვთქვათ. ხო, ალბათ რევას კარანაძეს. გერმანიამ უნდა ბოდიში მოგვიხადოს 300,000 ქართველის მოკლისთვისო.
ხო ალბათ უფრო ეს ვთქვამს, ბოდიშს ვიხდი, რომ დაბრალებაც რო არ გავაბიდეს სკრინის ნაწილიდან, რომელიც გამოქვეყნებულია ეს ჩანს, მაგრამ თუ ვაბრალებ, მას არ ვუხდი ბოდიშს უფრო. თქვენ გიხდით ბოდიშს, ხო? თუ სხვასაა გამოქვეყნებული. ამას ხო არა აქვს ბოდიშს ვიხდი. შესაძლოა ამას აქვს. არც ეს გარაკაცი არ არის ჩემი ფრენდი და რა უნდა გითხრათ. კარგით, მოკლედ, აი ეს ამბებია, რომ ვიცოდეთ მაინც ჩვენს თავს. ალეკო ცინცაძეზე დაიყრდო ალეკო ცინცაძეს ფსევდომეცნიერებას დაიყრდო ბიძინა ივანიშვილი. ერთ ამბავსაც თუ ვნახე, ერთ ვიდეოსაც გაჩვენებთ, ბოდიში. ამავე თემაზე. ეხლა გამახსენდა უბრალოდ თორე სულ არ გაჩვენებდი და სულ არ იქნებოდა საინტერესო. თუ ვნახე. ხო, ვერ ვნახე ვერც ეს ვიდეო, მაგრამ რას იზამთ. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ანტირელიგიურ ამბავსაც, რომ ვიცოდეთ. ეს ალეკო ცინცაძე არის ილია ჭავჭავაძის მოწინააღმდეგე, წმინდა ილია მართლის მოწინააღმდეგე. ილია ჭავჭავაძეს აკრიტიკებს ალეკო ცინცაძე მათ შორის, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე მათ შორის, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძემ ამოიღო რამდენიმე ასოებგერა და ალეკო ცინცაძე იმ ამოღებულ ასოებგერებს უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს და ილია ჭავჭავაძე მისი განქიქების სუბიექტი გახდა სწორედ ამიტომ. ალეკო ცინცაძე ლაპარაკობს რამდენადაც ვიცი იმაზეც რომ მეორედ მოსვლა მოხდება. ლაპარაკობს იოანეს ოსიმეზე, რასაკვირველია ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. ლაპარაკობს იმაზე რომ გარკვეულ სიტყვებში არის დამალული ასოები, თავად ამ ასოებს აქვს რიცხვები და თავად ამ რიცხვებს აქვს საკრალური მნიშვნელობა და გაგიკვირდებათ და ლაპარაკობს იმაზეც რომ ამდენადაც ვიცი რომ 666 რიცხვი, 666 სულაც არ არის რიცხვი სატანისა. ბიბლიას ნუ გადამაშლებინებთ ახლა, ამ თემაზე ნუ გამაკეთებინებთ, მაინც და მაინც ბევრ და დიდ კომენტარებს. ნუ ჩამახედებთ, სწორედაც რომ მარკოზის არა და სწორედაც რომ იოანეს სახარებაში და ასევე მოციქულთა საქმეში და ასე სხვა მათეს სახარებაში, ლუკას სახარებაში, მოციქულთა საქმეში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ნუ ჩამახედებთ და ნუ ღარ მალაპარაკებთ იმაზე, რა ხდება ბიბლიის ან ახალი აღთქმის თანახმად თემაზე აპოკალიფსისი მომავალში. თუ მაინც ჩავხედოთ იოანეს სახარების დარღვეულ ნაწილს. ხო, არ გვინდა მაინც. ხო, კვლავ ჩამოვარდება განხეთქილება იუდეველებს შორის ამ სიტყვების გამო. ამაზეც ნუ ვილაპარაკებთ და ნუ ვილაპარაკებთ ნურც იმაზე, რომ მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იმ მხრიდან მრავალნი ავიდნენ იერუსალიმის პასექის წინ განსაწმენდად და ნურც იმაზე ვილაპარაკებთ, რომ ეს რომ თქვა იესო თავისი მოწაფეებით თურთ გავიდა კედრონის ხევს მიღმა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები და ნურც იმაზე ვილაპარაკებთ. მოკლედ, ნუ ვილაპარაკებთ ამაზე და ნუ მივალთ ხედრებზე და არა მხოლოდ ნახვამდის.